ამ გოგოს დახმარება სჭირდება. ჯერ მას მოусმინეთ და მე აგიხსნით თუ რატო ვთვლი რომ დასახმარებელია. გამარჯობათ მეგობრებო. თქვენთან მოვედით ხოვნით. ვისაც შეგიძლიათ რა თქმა უნდა და ვისაც სურვილი გექნებათ რომ დაგვეხმაროთ. ვარ მარტო ხელა დედა. მშობლები გარდაცვლილი მყავს. ცხოვრობთ მე და ბავშვი მარტო ქირით. ქირას გვიხდის მერია. და ჩვენი შემოსავალია მხოლოდ სოციალური დახმარება 300 ლარი. რომელიც საერთოდ არაფერში არ მყოფნის. და ჭირდება თქვენი დახმარება, რადგან ეხლა ოპერაცია მაქვს ახალი გაკეთებული და მუშაობაც არ შემიძლია ამ ეტაპზე. ვისაც როგორ შეგიძლიათ, ისე რომ დაგვეხმაროთ. თუნდაც საკვებით, თუნდაც ტანსაცმლით. დღეს ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მე საქველმოქმედო მიზნობრიობით ვდებ რაღაც ვიდეოს. იმიტომ რომ ყველას მოგეხსენებათ, კარგად იცით, ეს ონლაინ მათხოვრებით დაწყებული ისედაც თაღლითურად რო ითხოვენ დახმარებას იმათით დამთავრებული, დაკარგული მაქვს წარმოდგენა და ნდობა. ამიტომ არ ვერევი მაგ საქმეში. და დღეს გამონაკლისს იმიტომ უშვებ, რომ თუ რამე უპატრონოსთან შეიძლება ასოცირდება ეს გოგო, ეს ადამიანი. ახლა ცოტა უხეშად ვამბობ ამას ამ სიტყვას უპატრონოს, მაგრამ უყურეთ, მარტო ხელა დედა არის, როგორც თქვა, ხო? და როცა მარტო ხელა დედას გავიგებ, ყოველთვის ვკითხულობ, სად არის მამა. აი არ მაქვს სურვილი ვიღაცა მუქთახორა, თუნდაც გაშორებული, ცოცხალი ყავდეს ბავშვ მამა და არაფერს თავისი შვილის თუ არ აკეთებს და მე დავეხმარო მას. აი ვიცი მართალი არ ვარ, ამას რომ ამბობ, მაგრამ სურვილი არ მიშთება. ახლა ამ გოგოს შემთხვევაში რა ხდება? ქმარი ხო დაღუპული ყავს. მშობლები ხო ბავშვობიდან დაღუპული ყავს ამ გოგოს. დედა უფრო ადრე, მამა შემდეგ. და იმ ქმრის მეუღლის მშობლების დაღუპულია ყველა. ანუ უპატრონო თუ მართლა რამე შეიძლება იყოს ეს ადამიანია. პლუს ამას ახლა ხანს აქვს გაკეთებული ბარიატრიის ოპერაცია. წონის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ეს ოპერაციას დახმარებით გაიგეთა. და ახლა ადრე მუშაობდა და ეხლა მუშაობა კი არა, სიარულიც კი არ შეუძლია. ანუ მართლა თუ ვინმე დასახმარებელია, ეს ადამიანია დასახმარებელი. ამიტომ ვდგები ამ ადამიანის და თქვენ შორის. გუშინ ესე იგი ტიროდა რომ დამიკავშირდა და ბავშვმა დაიზინაო მშიერმაო. ახლა თვითონ რომ მშიერი იყო მაღაზია აღარ ვამბობ არაფერს. ახლა ეგ ჩემი აკაუნტი არ არის ბიზნეს აკაუნტი და რაღაცა ციფრების კომბინაცია რო დავდო რიცხვი რაღაცა წამიშლის იმას და ამიტომ ფურცელზე დავწერეთ და ჩემ თავზე მოთ იმიტოდებს მისი 3 ბანკის ანგარიში და მისი სახელიაგვარი და ტელეფონის ნომერი. და იმის არ იყოს კიდე ადამიანსო თევზი კი არა ანკეს უნდა მისეო. სამსახური დაჭირდება მალე. თუ ვინმეს რამე საშუალება გაქვს და შესაძლებლობა სამსახურითაც დაეხმაროთ ამ გოგოს, დაუკავშირდით მოკლედ. ეს ადამიანი ცხოვრობს ნახირავებში, მერია უხდის ქირას, საბურთალოზე რაღაც აი ლისის ტიპის მიმართულებით რომ მიდის გზა, რაღაც მაგ არის, რა ზუსტად არ ვიცი. მოკლედ, ვისაც რაღაცა სურვილი და საშუალება გაქვს, თუნდაც ტანსაცმლით, პროდუქტით, მანდ ფული არ არის აუცილებელი. დავეხმაროთ, აი თუ სამადლოს საქმის გაკეთება გინდათ, ამაზე უკეთეს ვერაფერს ვეზიზარდ.